ბატონო და ვიდრე დაგემშვიდობებით კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ უთხარით რაიმე თუ გაქვთ სათქმელი ხალხისთვის რომელსაც ძალიან ეშინია მოახლოებული ცივი ზამთრის გაძვირებული პროდუქტების პირობებში გაძვირებული ცხოვრების და უმუშევრობის პირობებში მე მინდა უპირველეს ყოვლისა გითხრათ რომ ოპტიმიზმი არ უნდა დავკარგოთ არც თქვენ არც ჩვენ და არც მოსახლეობამ იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ დაუშვათ გაძვირებულ ცხოვრებაზე უნდა თქვათ რომ აი დღევანდელი დღის მდგომარეობით ფასები გაზრდილია საშუალოდ ფასები გაზრდილია 3.4%-ით. პირველად იმოხმარების საგნად. ყველაფერი საშუალოდ ზოგადად. არა, მე ეს არ არის არც მაღალი, არც დაბალი, მაგრამ ეს არის ფაქტი. 3%-ია ფასების ზრდა. ზოგიერთ საქონელზე შეიძლება ოდნავ მეტია, ზოგიერთზე ნაკლები. მეორე, რა ძალიან მნიშვნელოვანია, არ არის ეს ბევრი, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პენსიები გაიზარდა, იცით, სოციალური დახმარებები გაიზარდა, დევნილებზე როცა ვსაუბრობდით, იცი, არა, უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ეხლა გამოდის, რომ ყველაფერი ბნელდება და ესე არ არის, იმიტომ რომ გაორმაგდა დევნილების დახმარებები, გაორმაგდა სოციალური დახმარებები. 1 მილიარდი ლარით რო არ შემეშალოს ზუსტ ციფრს 980 მილიონი ლარი. ლარი, როდის დაუბრუნდება ლარი? თავის კურსია ლარი. ხო, როდის დაუბრუნდება ერთად რომლის? არა, ეგეთი იმისა ქვია, პროგნოზების გაკეთება არის აბსოლუტურად არასწორი. არ შეიძლება ეგეთი პროგნოზების გაკეთება, იმიტომ რომ ლარი არის ისეთივე ცოცხალი ორგანიზმი და მასზე მოქმედებს ძალიან ბევრი ფაქტორი.